დღეს მოვედი ძალიან საინტერესო თემით. მინდა გესაუბროთ ძალიან მოკლედ კარპმანის სამკუთხედზე. კარპმანი იყო ერიკ ბერნის მოსწავლე. ბერნის თეორია არის საკმაოდ ცნობილი. ბერნმა გამოყო სამი ეგომდგომარეობა ადამიანის. ეს არის მშობელი, ზრდასრული და ბავშვი. და საუბრობდა ამ თამაშებზე, რომელსაც თამაშობენ ადამიანები მთელი ცხოვრება და მისმა მოსწავლემ კარპმანმა შექმნა ეს სამკუთხედი, ამიტომაც დაერქვა კარპმანის სამკუთხედი და ამ სამკუთხედის სამწვერში არის არაჯანსაღი სცენარული როლები განლაგებული. ეს არის ტირანი, გადამრჩენელი და კარპმანი ძალიან საინტერესოდ აღწერს ამ თითოეულ როლს, როგორ შედის ამ როლში ადამიანი და მერე როგორ თუ მოექცა ამ სამკუთხედში, როგორ ტრიალებს, ხან შედის ვიღაცა ადამიანთან ურთიერთობის დროს, ხან შედის ტირანის როლში, ხან გადამრჩენელის, ხან მსხვერპლის და შეიძლება წლები იტრიალოს და ვერც გამოვიდეს აქედან. ადამიანი თუ სრულად არ აიღებს პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე და საინტერესო კიდე ის არის, რომ თქვათ შენ ვიღაც ადამიანთან მიმართებაში უფრო მეტად რომ მსხვერპლის როლში ხარ და ის არის ტირანის როლში, თქვათ შენ შვილებთან მიმართებაში შეიძლება იყო ტირანის როლში და შვილები აღმოჩნდნენ მსხვერპლის როლში, იმიტომ რომ იქ რო ვერაფერს ვერ აკეთებდნენ ტირანთან, მერე გადაიტანო ეს რაღაც დაგროვილი ემოციები თქვათ შვილებზე და ეს მთელი ესეთი ძალიან საინტერესო სქემაა და მერე უკვე ყველაზე საინტერესოა, როგორ შეიძლება რომ გამოვიდეს ამ თითოეული როლიდან ადამიანი, როგორ აიღოს სრულად პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე და განთავისუფლდეს ყოველგვარი არაჯანსაღი როლისგან და იყოს თითოეულ სიტუაციაში, თითოეულ ცხოვრებისეულ გამოწვევაში ადეკვატური და არა იმ კონკრეტული რაღაც არაჯანსაღი როლიდან მოქმედოს. მე შევქმენი მინი კურსი კარპმანის სამკუთხედზე, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ თითოეულ როლზე, რა ხასიათებს თითოეულს, როგორ გამოვიდეთ აქედან, რა სტრატეგიები არსებობს, რა ტექნიკები არსებობს, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა პირველ რიგში თავისთვის ადამიანმა, მერე ფსიქოთერაპევტმა, ფსიქოკონსულტანტმა, კოუჩმა ეს თემები თავის მუშაობაში პედაგოგებსაც გამოადგებათ, მშობლებსაც გამოადგებათ, ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანს. ეს კურსი არის ასერტიფიკატო, არის ონლაინ კურსი. ლექციები მოგეწოდებათ ონლაინ, ამიტომ შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც. კურსი მოიცავს როგორც არტ-თერაპიულ ტექნიკებს, ასევე ისეთ ტექნიკებს, რომლებიც კოუჩებს გამოადგებათ როგორც ორგანიზაციაში სამუშაოდ, ასევე ინდივიდუალურად სამუშაოს. მოიცავს მეტაფორული ბარათებითაც, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნიკები და ვიმუშაოთ. კარპმანის სამკუთხედი, როგორ მოვარგოთ მეტაფორულ ბარათებს და მეტაფორული ბარათები ძალიან ბევრია დაინტერესებული და ფართოდ გამოიყენება და ყველასთვის ეს საინტერესო იქნება, თუნდაც თავის თავთან სამუშაო და თვით შემეცნების. მელოდებით იძლიათ დაინტერესდეთ და დარეგისტრირდეთ.